ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მე გახლავართ ნიღბით, როგორც ხედავთ გადაცემაში, რადგან მე უცხადებ ერთ-ერთ ქართულ პოლიტიკოს მხარდაჭერას, რომელიც ნიღბით შევარდა სასამართლოში და სასამართლო შენობის გადაწვას სცადა. მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და მე მინდა დავიწყო ბაბუა ჩემის სიტყვებით გადაცემა, რომელიც იძახდა, რომ ღმერთო შენ გვიშველეო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იყო 80 წელი კომუნისტი და ღმერთის საერთოდ არ სწამდა, როდესაც აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში იყო ხოლმე, მაინც ახსენებდა ღმერთს, რომ ღმერთო შენ გვიშველეო, აი ესე რა, რო შეხედავდა რაღაცა და ღმერთო შენ გვიშველეო. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის არსებობის საერთოდ არ სწამდა. და დღეს რო გადავხედე ალეკო ელისაშვილის ვიდეოებს, აი ბაბუა ჩემის ეს სიტყვები გამახსენდა, რომელსაც რეალურად, ალეკო ელისაშვილის ეს იდიოტური საქციელი რო ენახა, იმას კი არ იტყოდა, რომ ღმერთო შენ გვიშველეო, წავიდოდა მთელ თავის პენსიას ჩადებდა რაღაც ეკლესიის მშენებლობაში. მართლა, მაგდანად ირწმუნებდა ღმერთის, რომ ესეთი იდიოტი კაცი მართლა ღმერთის შექმნილია რა. რომ ესე შანსი არ არსებობს, რომ შენ ჩვეულებრივ ადამიანად გაჩნდე და მე ესეთი გამოხვიდე. შენ სპეციალურად ღმერთმა შეგქმნა იმისთვის, რომ ხალხს აჩვენოს, რამდენად დებილი ხარ და როგორები არ უნდა იყვნენ ახალგაზრდობა. მოკლედ, ვინც მთლად მართლა ჭურში ცხოვრობთ და მხოლოდ ჩემგან იგებთ სიახლეებს, აგიხსნით, რომ არსებობს ესეთი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი, რომელზეც ვისაუბრე 2 კვირის წინ. 15 წუთიანი მონოლოგი მქონდა, რამდენად კრეტინია ალეკო ელისაშვილი. და გუშინ ადამიანი შევარდა სასამართლო შენობაში, ჩაქუჩით ჩაამტროია შუშები და ეცადა ბენზინით გადაეწვა ეს შენობა. ჩაქუჩით დაამსხვრია მინა. შენიღბულმა, ვინც ვერ მიხვდით, აი ესეთ შენიღბულს გულისხმობთ რა, ალეკომ ესე აიფარა თვალებზე და ეგონა, რომ აი ხა ვერავინ მიცნობს, თვითონაც ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ალეკოა რა, ეხა ალეკოსგან მეტი რა მოითხოვება. მოკლედ გავაგრძელოთ, მე ავიწევ მაინც, რადგან მე კითხვა მჭირდება. შენიღბულმა ელისაშვილმა ჩაქუჩით დაამსხვრია მინა. სასამართლო შიდა სივრცეში ბენზინი დაასხა ტექნიკას, დოკუმენტაციას და შენობის დაწვას სცადა. მას ადგილზე წაასწრეს მანდატურებმა, რომლებსაც ელისაშვილმა იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია. მე მინდა ჯერ ბატონი ალეკოს ფოტო გაჩვენოთ. აი ამას ჩემ ბავშვობაში, ოღონდ მე ხა ბატონ ალეკოს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ვიძახი ჩემ ბავშვობაში ამას რა ერქვა. ამას ერქვა გალისძირება. რომ გაიყისძირეს ალეკო. მე ამას ეხლა არ ვიძახი და მე ესეთ შეურაცხყოფას ზრდასრულ ადამიანს არასდროს მევაყენებ. უბრალოდ გეუბნებით ჩემ ბავშვობაში რა ერქვა. აქამდე მეგონა რომ ალეკო ჩვეულებრივი დებილი იყო. წინა ვიდეოში გადავამეტე რეალურად. მართლა ეგეთი დებილი არ მეგონა, მაგრამ მართლა აღმოჩნდა, რომ ტიპი არის აი უმაღლესი კალიბრის დებილი რა, 70 ლეველის დებილია. მოკლედ, კაი, წარმოვიდგინოთ. აი სუფრაზეს ხედან რა, დაიწყეს დალევა ალბათ საღამოს 8 საათზე. ალეკოსთან სახლში ხდება ეს ყველაფერი რა. ეს ყველაფერი ხუმრობაა, წინასწარ გეტყვით, რა თქმა უნდა, არაფერი რეალობას არ შეესაბამება. მამეთ შეიძლება შეესაბამება, მაგრამ მე ვიგონებ უბრალოდ. მოკლედ, ალეკოსთან სახლში სუფრა იშლება და მოდის 4 ძმაკაცი რა, აი 4 ის ნაბოზარი ძმაკაცი რა, რომ ალეკოს რო უსრულებენ სულ რა. და მოკლედ მიდის დალევა რა, გახდა ერთი პირველი საათი, 2 საათი უკვე სადღეგრძელოებზე არიან, აი რომლებზე იცი რომ უკვე საქართველო და აი ველო ნიშნავს ველს და მე მინდა ველს გაუმარჯოს. უკვე მაგდონეზე არიან რა და მე ველოდან რომ გამოყოფენ ელო ერქვა 9 ძმა ხერხეულიძის დედას ძმა და
აი უკვე ელოს არა არა даже უკვე ოზე არიან გადასულები რა რომ ორას ნიშნავს ოღმერთო და მე მინდა 120 გაუმარჯოს და აი მაგდონეზე არიან რა რო უკვე აი მუხლ დაჩოქილებით განან და რაღაცა ეგეთ სადღეგრძელოებს იძახიან რომ ელო 9 ძმა ხერხეულიძის დედა და ოღმერთო და 120 გაუმარჯოს რომ ღმერთოს წინ ოღმერთო მოდის და მაგდონეზე არიან რა და მე ვიღაცა ერთმა ნაბოზარმა ძმაკაცმა გაჩნდა რომ მოდი ამასო გავეკაიფოთ რა და ეს ძახს რა რომ ბიჭო ალიკას ეძახიან საძმოში რა ალიკო ელისაშვილს ალიკ ბიჭო ესე რომ ატრაკე პოლიტიკაში არ გეშინია რომ დაგიჭირონ ესე უბნება აუნა მეშინოდეს ბიჭო არა ვიძმაო მე მაინც მეშენია რომ დაგიჭერენ ძმა ხან შენ კი მაგარი უშიშარი კაცი ხარ შენ კი არავისი არ გეშენია მაგრამ რავი ჩვენ საძმაკაცო ვფიქრობთ რომ ვაი და არ დაგიჭირონ ძმაო და რაღაცა რა და ამ დროს აენთო ალიკა რა ალეკო აენთო რომ ვინ უნდა დამიჭიროსო ბიჭო ჩემი ფიშტოთი რომ მივალო იმდენ დებილია რომ იმას იარაღს პისტოლეტს ეძახის ფიშტოს ჩემი ფიშტოთი რომ მივადგებიო იმას სასამართლოსო მთლიანად გადავცხრილო მთელ მოსამართლეებსო ეს ძმაკაცები კიდე უსრულებენ რა ვის მიადგები ძმა გაქვს რო კავენტო მაგის გამბედავი შენ რო იყო კაი რა ალიკ რა ალეკო აენთო გააძრო თავისი ფიშტო თან ფიშტოს ეძახის რომ აგე ჩემი ფიშტო ნახეთო ტუპ თან პროსტაზე აჭერს ამ ტყვეები არა აქვს პროსტა ფიშტო აქვს რა ფიშტო აჩუქა ვიღაცა ბიძამისმა ნათლიამისმა ესე აკეთებს ხმა უსწორდება პროსტა ბავშვებს ატყუებს ხოლმე რომ ნაღდი ფიშტო აქვს ფიშტო მართლა ეგეთი კაცია ზმაო სახეზე რომ შეხედავ იმენა იტყვი რომ ეს კაციო იარაღს ეძახის ფიშტოსო რა გააძრო თავის ფიშტო და მე გამრბის 9 წლის ბავშვი კიტრი და ლიმონათი უჭირავს ამ ბავშვს და ფიშტო არა ჩაკუჩი და ალეკო დაფიქრდა დაითრია ეს ფიშტო დაითრია ჩაკუჩი წავედი ეხაო დედა უნდა უტირო საქართველოს სასამართლოსო და მე უნდა მოვაწყო რევოლუციაო და ღამის 5 საათია უკვე ჯერ ბენზინი საჯანდაბიდან გააძრო ბიჭო ადამიანმა მერე გააძრო მასკა ნუ მასკას რას გააძრობდა ეხა მართლა ის ხო არ ექნება რაღაცა ბალაკალავა და რამე ხო არ ექნება ეხა რა ჯანდაბად გჭირდება ჩვეულებრივ ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს ბალაკალავა სახლში ხო ან მით უმეტეს ბანდიტის ნიღაბი თუ სპეცრაზმის ნიღაბი რაც ქვია მოკლედ ეგ ნიღაბი რა ჯანდაბად გჭირდება გააძრო ალიკამ აი ესეთი ნიღაბი ცალხელში ფიშტო ცალხელში ისა ჩაკუჩი და გაიკეთა ბენზინის ბოთლი 2 ლიტრიანი კოკაკოლის წავედიო ეხა დედა უნდა უტიროო მე ესე მიდის რა მიდის და შეატრიალეს მაგრამ სტოპ ალიკ იქითაო გასასვლელიო ეს შეატრიალა ვინაო აიცი ამასკა აიქით წავიდა შულმა გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვასა და ამავე ინფორმაციით ელისაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია მანდატურის სამსახურს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანუ ჯერ მე მინდა ავხსნათ იარაღით წინააღმდეგობა გაუწია რას ნიშნავს აი როგორ წარმოგიდგენიათ იარაღით წინააღმდეგობის გაწევა რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ადამიანი ვიფიქრებთ, რომ სროლას, ხო? რადგან იარაღით უწევ წინააღმდეგობას. არა. ალიკო ელისაშვილმა ეს ფიშტო გააძრო. მოკიდა თავში ხელი და ესე კონდახს იქნევდა. არ მომეკაროთ და მეორე ხელში ჩაკუჩი უჭირავს. და ან გონია რომ ეს იარაღიც მაგისთვისაა, იარაღის დანიშნულებაც არ იცის. და ესე იქნევს რა, ანუ იარაღს იყენებდა სახლში, იმის სურათების მისაჭედებლად, რომ მეუღლე თხოვდა, რომ ალეკო შეგიძლია ის სურათისთვის ლურსმანი ჩამომიკიდო, თავის ფიშტოს გააძრობდა, მიაჭედებდა ლურსმანს, ჩამოკიდებდა სურათს. და ჩაკუჩი რო დაამუღამა,
ესო რას ვიყენებდიო თურმეო პისტოლეტსო ჩაკუჭი ყოფილაო ყველაზე მაგარიო ძმაო ანუ ბალანსი რო ვკავ გადატანილიაო თავზეო რა რადგან იარაღითო მიჭირსო მიჭედებაო ლურსნებისო ამდენად კრეტინი მყავს ანუ ალეკო ელისაშვილს თავისმა შეყვარებულმა რო უთხრა რომ ყვავილები მიყვარსო ალეკომ ბენზინი იყიდა მართლა კოკაკოლის ბოთლი და საყვავილეები გადაწვა რომ ჩემ შეყვარებულს უყვარ ხარ ჰა შენი დედა აბა მე მატყუებ და რომ მხოლოდ შენ მიყვარ ხარ რას ქვია ყვავილები უყვარს მაგას ვერ მიხვდა ალეკო რომ ანუ ყვავილების სიყვარული რას ნიშნავს ყვავილები ეგონა რაღაც ტიპი ყვავილები გადაწვა და მე მინდა გაჩვენოთ ახლა ადვოკატის განცხადება ეს ადვოკატი ძმაო ღმერთმა ყველას გაშოროთ იმენა ეს ადვოკატია რომელსაც პროკურორობა უნდოდა ანუ ხალხის გასროკვა ევასება რა უნდა რომ ხალხი გასროკოს მაგრამ ნუ პროკურორობაზე ადგილი არ იყო და ადვოკატობას მიაწვა რა მაგრამ აი მაინც როკავს ხალხს რა მინდა ეს გაჩვენოთ და ამას მოусმენოთ ყველამ ხომარ დაიჭირა ვინმე ფიზიკური ანგარიშწორება ხომ არ მოხდა და ხომ არ აიძულეს ის რომ შემდეგ აიღოს და გააკეთოს ასეთი განცხადება რომ კი ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება უყურეთ ინგა გრიგოლია რას ცდილობს რომ ხომ არ აიძულა ვინმე მანო ხომ არ დააძალა აი ძალით ხო არ გააკეთებინეს ხო შეიძლება ესეთი რამე იყოს ბატონო ადვოკატო რომ ვიღაცამ აიძულა თავის სურვილით არ გაუკეთებია ანუ ვიღაცამ აიძულა ამას განიხილავთ ამ ვარიანტს ანუ ინგა გრიგოლია ყველანაირად ცდილობს რომ აბა ადვოკატო რამე გამამართლებელი თქვი რაც პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის თუნდაც სიმართლე გითხრათ ხაბატონო ინგა დასაწყისში და ეს ბუთქუჩა აწყვეტინებს ინგას გეტყვიო კაცო ეხა გეტყვიო როგორ მოხდაო ყველაფერიო მეო ალიკას ესავარო ადვოკატიო მეც მქონდა მსგავსი ფიქრი და ეჭვი რომ ეს შეუძლებელი იყო რომ მსგავს ფაქტს ქონოდა ადგილი და რაც თქვენ ახსენეთ მსგავსი სცენარი წარმომედგინა მხოლოდ თუმცა ახლა შევხვდი პირადად რა თქმა უნდა არაფერია გამორიცხული მაგრამ მე პირადად ვერ შევამჩნიე ის რომ ძალადობას მანამდე ქონდა ადგილი და ეს რაღაცა შემდგომარი შექმნილი რაღაცა სცენარი ღმერთო ჩემო არაო ძმაო არაო აი მართლა ესეთი დებილი ყავსო ალეკო რა არაფერი არ მომხდარაო წინასწარო აი მართლა ესეთი კონკრეტული იმბეცილიაო იმენა ვიშილე ჰაი კლასი კრეტინი ყავსო ალეკო ელისაშვილიო ადვოკატი იძახის არა და მე ალეკოს დავიწყე აი მოდი ორი სიტყვა ალეკოს დასაცავადაც ვთქვათ უყურეთ ალეკოს ნარტყამი რო აქვს და ნუ როგორც ჩემ ბავშვობაში იტყოდნენ ჩამული რომ არის ანუ ესეთი რა ქვია ჩალურჯებები გიჩნდება ადამიანს მინიმუმ 1 დღე ჭირდება რა აი მინიმუმ 20 საათი ჭირდება რომ ესეთ ჩალურჯებები გამოგიჩნდეს ანუ შანსი არ არსებობს რომ ვიღაცამ ესე გირტყას სახეში და შენ ეგრევე ჩაგილურჯდეს თვალები ანუ აშკარად ალეკო ჩაწიხლეს სადღაც 20 საათით ადრე მერე ალეკომ დალია ეს ყველაფერი ტყუილია მეგობრებო მე არ დამიჯეროთ მე უბრალოდ ვღადაობ ყველაფერს ნუ მოკლედ აშკარად ჩაწიხლეს 24 საათით ადრე შემდეგ ალეკომ დალია ალბათ ძმაკაცებთან გაატრაკა ძმაკაცები ეღადავდნენ რომ ბიჭო ვინჩა ვეღარ ვღადაობ ადამიანი იმდენად დებილია იმიტომ რომ ამის შვილებზე ვფიქრობ რა ესეთი კრეტინი როგორ უნდა იყო ბიჭო ანუ რა ვიტო ადამიანი არის ჩამოყალიბებული იმბეცილი იმენა თან ჩამოყალიბებული აი ეს უნდა იჯდეს წამლებზე და უნდა იყოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და თქვენ კიდე ხმას აძლევთ და თქვენ კიდე აქეზებთ და ეს თქვენი ბრალია ანუ ვინც ერთი ხმა მაინც მიეცით აი ალეკო ელისაშვილის და იმის რა ქვია ხაზარაძის პარტიას იცოდეთ რომ თქვენი ბრალია ეს ყველაფერი რა რომ ესეთ იდიოტს დააჯერეთ რომ კი ალეკო შენ პარლამენტში მოხვალ ალეკო შენ პრეზიდენტი გახდები
თქვენი ბრალია რომ ეს გიჟებს აჯერებთ ბიჭო რაღაცას და მე ის რო კავენ თავს 20 წლით. თქვენ მოუვლით ახლა ალეკოს შვილებს? ალიკას შვილებს, როგორც თავის ძმა კაცი იყო და ჩვენ რას ვამბობთ? ჩვენ გადაცემა და ჩვენ გადაცემის მხარდამჭერები. კოცნით მიყვარხართ ჩემი ყველა გამომწერი. თავარი ეგაა ცხოვრებაში.